ბებო, მიესალმე მაყურებლებს. სალამი ძვირფასო მეგობრებო. გაგვეცანი? მე გახლავართ სისანა იაკობიძე. რა პროფესიის ხართ? 25 წლის პედაგოგი. გახლავართ ისტორიის სპეციალობი. ბებო, ამ ხელა ასაკში რამ გადაგაწყვეტინათ თქვენი შვილის ნაშრომების გამოცემა? მე შვილი ძალიან ბევრ საქმესთან ერთად მაღაროელიც იყო, მშენებელიც იყო ამავე დროს რესტავრატორი, ხატვარი და ძალიან ბევრ შრომობდა. ოცნებად ჰქონდა ამ ნაშრომების გამოცემა და განსაკუთრებით ვამახვილებდით ყურადღებას რომანზე. ეს არის უკვდავი ნაწარმოები, მართლა ნამდვილად რომ ღირდა. აბა გვაჩვენე რომანი. რომანი ესაა. მისი სათაურია თორვაის ლანდი, ისტორიული რომანია. რომანი შეეხება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27 საუკუნის წინანდელი ამბებია. ამ რომანის დაწერის საფუძველი გახდა გამოკვლევები, რომელიც თვითონ აწარმოა ითხვისის ნაქალაქარზე. ეს მართლაც ჩვენ ნაკცებებს ვეძახით მას და საფუძველი დაედო ითხვისის ნაქალაქარი ამ რომანის დაწერას. ეს რომანი იწერებოდა 17 წლის განმავლობაში. 19 წლის იყო რომ დაიწყო წერა ამ რომანის და დაამთავრა 17 წლის შემდეგ. მაგრამ 17 წელიწადში ის ახერხებდა, თან კვლევები ჩაეტარებია, შეესწავლა ეს ისტორიული მხარეები, მთელი იმერეთი ფეხით აქვს მოვლილი, რომ გამოერკვია კარგად და შეესწავლა ეს ყველაფერი თვითონ. ამ 17 წელიწადში იწერებოდა უამრავი ლექსები, მოთხრობები, ამავე დროს იყო მოხეტიალე და ესე იგი აქვს ამ საკითხზე მას დღიურები დაწერილი და შემდეგში ამასაც ამ დღიურებზეც ვისაუბრებთ. ამ რომანში არის მოცემული ძალიან დიდი ისტორიული ფაქტები და იმ ფაქტებთან ერთად არის ბევრი სასიყვარულო თავგადასავლები. გადაწყვეტილი აქვს აქაც სიკვდილის სიცოცხლის საკითხი. განმარტებული აქვს მას სულ სხვაგვარად, რომელსაც ჩვენ ვერ შევხვდებით ვერც მედიცინაში და ვერც, არ ვიცი. ამავე დროს არის ძალიან პატრიოტული რომანი, გაზღენთილი პატრიოტიზმით და მას არ დავიწყებია არც მტრის სიმამაცე, როგორი ბრძოდნენ ეს კოლხი ქალები და ამავე დროს აქვს აქ მოყვანილი კიმერიელების შემოსევა. და საერთოდ მე ახლა ისტორიკოსი ვარ სპეციალობით და რა თქმა უნდა თავისთავად მაქვს წაკითხული ისტორიული წიგნები და ასეთი კიმერიელებზე ასეთი ცლად მონათხრობი არსად არ მინახავს. არის ამავე დროს ძალიან მტრის ქალების სიმამაცეთ. არც ეს დავიწყებიათ, რომ იმას ეთქვა, რომ ის მტერია და ამიტომ ასე არა, აქ ყველაფერი განსაზღვრულია. არის ამავე დროს აქ ქართველების ტოლვილები, გადმოსულები რომ არიან, როგორ მიტირიან ისინი თავის ფესვებს, თავის წინაპრების იმას, მაგრამ ტოლვილია და მაინც კოლხებს შეფარებული ჰყავდათ და ამავე დროს მათ მეომრებიც ემატებოდათ. აქვს ძალიან მკაფიოდ აღწერილი ურარტუელებთან ბრძოლა, ურარტუელების დაცემაც. ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტები აქვს მოცემული ამ წიგნში. და მე ვოცნებობდით, რა თქმა უნდა, სიცოცხლეში ამ წიგნის დაბეჭდაზე, მაგრამ შეუძლებელი გახდა. იყო 90-იან წლებში წერდა ამ რომანს და ჩვენ მაშინ პასტა და ისიც რომ გვეყიდა ფურცლები, ესეც ვერაფერს ვერ ავკეთებდით, მართლა უნდა ეყიდა, ხომ არ შეიძლებოდა ისე. რამდენჯერ მე აქ გადაწერილი ნაწვალების და მე ეს რომ არ გამომექვეყნებია და არ მებრძოლა ამისთვის, ეს რაღაც რა მომასვენებდა, იმდენი ისეთი რთული ცხოვრება გვაქვს განვლილი, ხეტიალი სულ დადიოდა, სად იყო წასული, ისიც არ ვიცოდი ხოლმე
მოვიდოდა სად იყავი, სახეტიალოთ ვიყავი. ეს იყო მისი პასუხი. რაც შეეხება ამ რომანს, ესე იყო, მაგრამ ჩვენ რომანის დაბეჭდა გვინდოდა ჯერ ბატონობით ახლა გიორგი დვალაშვილი ოჯახის მეგობარია და შეიძლება ხშირად ვერ მოიხსენიო გიორგი დვალაშვილი. აი ეს არის მისი უდიდესი დამსახურება, რომ ამ რომანის გამოქვეყნება შევძერთ. ჯერ ვფიქრობდით, რომ რომანი დაგვებეჭდა, მაგრამ იყო მე საუბარი წავიდა და ვიდრე ამ რომანზე ვიფიქრებდით, ლექსები მქონდა უკვე თავმოყრილი და დამუშავებული, გამზადებული და მითხრა გიორგიმ, რადგან ეს არის მზადო, მოდიო ჯერო ლექსები დაბეჭდოთ, უფრო ადვილია ლექსების დაბეჭდა და მე მაგეო და რა თქმა უნდა სახსრების მოძიება იყო საჭირო და მოვიძია ისე რომ პაატას მეზობლებმა ახალგაზრდებმა ძალიან დიდი პატივი მცეს და ამიკრიბეს რომ მიტყვიან თანხა, დამეხმარენ ასე ფინანსურად და გამოვეჩით ეს რომანი. კარგი. რომანი. ბებო, მოდი ლექსებზე სხვა სიუჟეტში ვისაუბროთ. კი ბატონო.